რა არ მოგწონს? გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვართ. ვინ ვართ ჩვენ? მე ვარ ნათია მე ვარ ინა. და ჩვენ დღეს გავიკეთებთ ერთად მაკიაჟს და თან ვითამაშებს თამაშებს. ეს არის ჩვენი ერთობლივი YouTube მეორე ვიდეო. რადგანაც პირველ ვიდეოზე ძალიან კარგი გამოხმაურება იყო და ძალიან შეგიყვარდით. ერთად გადაწყვეტეთ, რომ კიდევ ერთხელ გადაგვეღო. პირველ რიგში გეტყვით, რომ მე სულ 3 მაკიაჟის ნივთი მაქვს და ინას აქვს, აი არ ვიცი, შისტა მილიონი და ალბათ მოგვიწევს, რომ მე ნახევარჯერ დაგელოდო. კაი, დავიწყოთ. რას აპირებ შენ? მე ჯერ დამატენიანებელს წავისმევ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ჯერ არ წამისვამს. და ვილაპარაკოთ, ვინ უფრო დრამატულია პატარა პრობლემებზე. ავი, არც ერთი, შენ არაფერსგან არ ექნებ პრობლემას. ვინ უფრო ხშირად ამბობს, მე აღარასოდეს აღარ დაგელაპარაკებ და მე 2 საათში ბრუნდება. არც ერთი, იმიტომ რომ რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ვინ უფრო ემოციურია? შენ. რატო? რა ვიცი, შეხატირე ხოლმე სულ რაღაცაებს. ვიდეოები რო შეგხვდება და რაზე ვტირი, აბა რის გამო ვტირი ხოლმე? აი რაღაც ვიდეოები რო შეგხვდება მოხუცების თუ რაღაც ეგეთებზე ხოტირი სულ. ხო, ინას არაფერი არ ადარდებს, არაფერზე არ ტირის და საერთოდ გული არ აქვს, ამიტომ ბიჭებო, ნუ მოძებნით მასში გულს. ის უბრალოდ არ აქვს. ვინ უფრო ხშირად ტოვებს უპასუხოთ შეტყობინებებს? რა თქმა უნდა, მე. ანუ ხალხნო, ინა არის ყველაზე გამაღიზიანებელი ადამიანი იმ ნაწილში, რომ აი ყოველთვის ყველგან აგვიანებს და ამ პრობლემის გამო მე და ინას გვაქვს ხშირად კონფლიქტი. ადრე უფრო მეტად აგვიანებდა, ოღონდ ეხლა ისე ძალიან აღარ აგვიანებს. ანუ ყველგან აგვიანებდა ხალხნო და რამდენჯერმე ანუ იმენა ისტერიკა მაქვს აწეული მაგის გამო, იმიტომ მე ვარ ადამიანი, რომელიც არსად-არასდროს არ აგვიანებს, ანუ აი ისტერიულად მეზიზღება, დაგვიანება და ინას აქონია ხოლმე შემთხვევები, როდესაც აი ქვევით ველოდები რაღაც ანუ უკვე განსდებული და ხედავ რომ ინა ანუ აი არც პასუხობს, არც მწერს, ანუ ქრება. როცა ინას ვერ უკავშირდები, ვურეკავ დედამის, მეზობელს, ბებიამის, თავის დას, ანუ ყველას ვურეკავ, რომ ინა იძებნება და მე ვიღაც მომწერს, რომ აი აბზანაშია შესული და ეს გრძელდება 5 საათი და უბრალოდ ანუ შეიძლება აორთქლოს ადამიანს ელოდებოდნენ რომ სადღაც წახვიდეთ და უბრალოდ გაქრეს. არ ვიცი რამდენად აპატიებდით თქვენ ესეთ რაღაცას თქვენს დაკალს. რა მომენტში გიფიქრია რომ აღარ ვიქნებოდით მეგობრები. აი ზუსტად მაგ მიზეზის გამო მიფიქრია რომ ალბათ არ მიიღებს ამ ადამიანთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ანუ უბრალოდ ეხაც აი პროს ნახავთ თქვენ თვითონ, რამდენი ხანი ჭირდება რომ მოემზადოს. და ორივე ვართ, აი ხო შეიძლება რომ ერთნაირები ვიყოთ და კაი ორივეს გჭირდებოდეს 2 საათი მომზადება. მე აი ესე 5 წუთში შემიძლია რომ გადავიცვალებ სოუკვე მზად ვარ და ინას კიდე აი არ ვიცი, ძალიან დიდი დრო სჭირდება. ოღონდ ვერ ვიტყვი რაღაც დიდი დრო სჭირდება თქო. უბრალოდ ანუ აი სანამ ადგება, მე სანამ წამოწვება რომ დაიღლება უკვე იმაზე ფიქრით დაიღალა რომ დაადგეს და მე ისე დასვენება სჭირდება. რა არის ჩემში ჩვევა, რომელიც გაღიზიანებს, მარტო მე რომ ვლაპარაკობ შენს თქვი. და დავფიქრდა. მიდი. აი სულ ტელეფონი რო გაქვს, აი სულ რაღაცას რო იღებ, აი ეგ. სულ ტელეფონში ვარ მე? ტელეფონში არ ხარ. ანუ სკროლავ რაღაცას? არა. სულ რაღაცას იღებ. აი შეიძლება ადამიანი უბრალოდ ერთად ვარ და აბაზანიდან გამოვიდე და ის დავხდა შემოტრიალებული. აი ლიფტში უბრალოდ ცევკავ, იმიტომ რომ კარხასიაზე ხარ, მაგრამ გიღებენ ხო? ნათიას ტელეფონი უნდა გადაიღოს ყველაფერი ყოველთვის. აი ეგ ძალიან მაგისია. ხო, ნუ კი. ხშირად ვიღებ. ნუ არა, სულ. ჩემი სამუშაოა, რა გავაკეთო, სულ ლოგებს ვიღებ და ისეთ რაღაცებს ხوار გიდებ, რაც არ გინდა რომ დავდო. არა, ისეთ რაღაცებს არ მინდა. ანუ ყოველთვის ყველას ვაჩვენებ, სანამ დავდებ და ყოველთვის ვცდილობ, რომ ადამიანები არ გამოვაჩინოთ ჩემს სოციალურ ქსელებში.
ხო, იმის გამო რომ ანუ აი მაგალითად ინეს არ უყვარს და მარტო შეთანხმებულ რაღაცეებს ვდებ ხოლმე. მაგრამ ისე ხო, ბევრ რაღაცას ვიღებ, მაგრამ ძირითადად მაინც ვცდილობ რომ ისეთ რაღაც არ დავდო, რამაც შეიძლება ადამიანი უხერხ სიტუაციაში. არ ვიძახი რომ ყველაფერს და უბრალოდ ყველაფერს იღებ. ხო, უბრალოდ ყველაფერს ვიღებ. კი. როგორი გეგონა პირველ წელს, როცა გავიცანით ერთმანეთი, მე დავიწყებ. მე მოდი ის მოყევი რა გეწერა ჩემზე. კაი, დღიური. მოკლედ მე დღიურებს ვაკეთებ ბავშვობიდან, ანუ აი ჩემი დღიურების ვიდეოც ხო და ჩემს YouTube-ზე რომ შეგიძლიათ რომ ნახოთ და გაეცნოთ როგორი იყო რაღაც მოზარდობის პერიოდში ნათია და ასე შემდეგ. მოკლედ ინეს კლასში რომ გადავედი, ვიყავი მე-9 კლასში და მაშინაც რა თქმა უნდა დღიურებს ვაწარმოებდი და დღესაც 15-ნაირი დღიური მაქვს. და მოკლედ ამ დღიურების ქექვაში, სადაც ძალიან ბევრი საერთო ისტორიები არის მე და ინესი, მაქვს ჩაწერილი ინაზე რაღაც აი უფრო სწორედ ყველა კლასელის დახასიათება მაქვს და ინაზე მიწერია რომ ინა არის ბიჭის ხამით, ხო? ხო, ცხოვრებაში ბიჭზე მეტად მგონი არაფერი მეზღება არც. ხო. არ ვიცი ეს პირველადი შეფასება საიდან წამოვიდა. არა, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე ალბათ სხვა და ეგ მოვიფიქრე. ხო, აი საიდან გამომდინარე არ ვიცი და შენ როგორი გეგონა პირველ წელს? რა, მე სხვა შორის მომეწონა, იმიტომ რომ იყავი ძალიან თავისუფალი, თან ისე გეცვა რაღაც გეტრები და მოკლე კაბა. და მოგეწონა? კი, მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ახლა ჩვენს პერიოდში ანუ ახლა რა უყურებ გოგოებს ვინც სკოლა დაამთავრა, მე ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენ ახლა ეგრე არ ვიყავით. და არ იყო ნუ ჩვენ დროს ეს გაპრანჭვა და რაღაცა სკოლაში გაპრანჭული კერა სახელმწიფოებრივი დავდიოდით. ანუ არ იყო ეგრე, უბრალოდ მე ვიყავი, ანუ ალქაჯი მაგ პერიოდში მე-9 კლასში. მეც რა რაღაცა ის სასშილად სუდაც ეხლა ამ გადმოსახედიდან, ანუ რაღაც მაღალი გეწრები, ძალიან მოკლე კაბა. მეც მთელი ჩემი ცხოვრება აი ძალიან მოკლე კაბა და რა გიხდებოდა, რატო არა? რატო უნდა ჩაიცვა ისე? ინეს სკოლაში რომ გადავედი, პირველ დღეს მივედი ჯინსის შორტით, ანუ პლანებიანი ბენდენით და რაღაცა ტოპით და ის წითელი შემოსაკრავის რომ მეცვა. ხო, აი მაგ დროს თან ვიღაცამ გაგვაცდა მგონი ერთმანეთი. ნათი ამბერცუმიანი. ხო, მეწონა. ხო, ნათი ამბერცუმიანი გაგვაცდა ერთმანეთი და გვითხრა რომ ანუ აი სინაა ჩემი მეგობარი და ეს ნათია და ნუ მაგ პერიოდში დიდად არ ვსდაქავდით მგონი თავიდან არა? კი? აი ესეთი აქალები ვიყავი თავიდანვე? თავიდანვე არ ვიყავი, ჩვენ სხვა საერთოდ იჭექი სკოლაში და მე ესე გამოვიდა რომ მე ჩემსაც მაინც მივახცე და ჩემთან ერთად დაქსვი. ხო, ნუ უცვლელი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ არ გქონია ყოველ შემთხვევაში. ვთვლით რომ ჩემზე რაღაცებს ბლოკნოტში წერდი. შენზე არ წერდი, ყველა კლასელს ვცდილობდი რომ ნაკლი მენახა ყველაზე და დამახასიათებია. შენ რა გეწერა, რა ნაკლი უპოვე საკუთარ თავს? მე უნაკლო ვიყავი. თუ კიდე მე მოვყვები რა ნაკლი. მიდი მოყვები, რატო არ ყვები, მიდი. მე რომ მეძახი ბიჭების ხამს და მე ვიყავი ბიჭების ხამი? აი რეპს ატარებდი თუ ვიღაც მოგეწონებოდა. ვაუ, ხო, ეხა ვიყავი თამამი და ყოველთვის გამოხატავდი ინტერესს თუ ვინმე მომეწონებოდა და ანუ ვაფშეტ აი ეგ იმიტომ არ ხდებოდა რომ მე ვინმე მომწონდა. უბრალოდ მე შენ მოწყენილები რომ ვიყავი დიდ დასვენებაზე, ვარჩევდი სკოლაში ვინ იყო სიმპათიური ბიჭი და მოგვეწონა მხოლოდ 2. შენ არჩევდი. და ფოტოებსაც იღებდი ყველასთან. კაი, მოვყვეთ იმის ისტორია. რომლის? კლას. გინდა? თუ ნახოს ჩვენს ვიდეოებს უყურებს ნეტა? რავი, რატო არ მოვყვები? უყურებს ჩვენს ვიდეოებს? ყო? არ არსებობს. ნუ, მოვყვეთ და მიდი შენ მოყევი გთხოვ. მე არ მინდა რომ ჩემ თავზე ვილაპარაკო, მიდი. მოდი მე მოვყვები რომ ერთი სკოლაში მოეწონა ერთი ბიჭი. ჩვენზე იყო სადღაც ნუ ერთი კლასით ზემოთ და ნათიას ეს ბიჭი იმდენად მოეწონა, რომ ანუ აი რამდენად? ანუ გაცნობა გინდოდა. ხო. ჩვენ ვყავ არა, უბრალოდ ანუ ჩვენ ერთად შევთანხმდით რომ ერთ-ერთი სიმპათიური ბიჭი იყო სკოლაში და მეთქი, თუ ეგრეა? მე გარ მახსოვს, მაგრამ ალბათ ეგრე იყო. ეგრე იყო. ხო და ჩვენ ვყავ ძალიან საყვარელი, ყავდა ძალიან საყვარელი სპორტის მასწავლებელი. რომელსაც 2 ბიჭიშვილი ყავდა და უნდოდა რომ მე ვყოფილიყავი მისი რძალი. ო ძალიან საყვარელია დღემდე კი. სკოლასთან ჩემხვდა, ასე შემდეგ. მოკლედ, ანუ ეს ძალიან ახლოს ვიყავით ჩვენ სპორტის მასწავლებელთან და გადავწყვიტეთ გაგვენდო ეს ინფორმაცია, რომ ნათიას უნდა და ამ ბიჭის გაცნობა. ახლა ძალიან საყვარელია. ძალიან.
და მე არ მახსოვს ოღონდ შემთხვევით ჩაგვიტარდა. ან რაღაცნაირად მოკლედ ისე მოხდა, რომ ამბიშთან ერთად ჩაგვიტარდა გაერთიანებული სპორტის გაკვეთილი. და წინა დღით ვლაპარაკობდით მე და ინა, რომ ეს ბიჭი ძალიან ერთ-ერთი სიმპათიური ბიჭი არის სკოლაში. და რომ ჩამივარდა შანსი იმ ორი იყო სულ. ორი ბიჭი ავარჩიეთ სკოლაში და მოკლედ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ზუსტად იმ დღეებში ამბიშთან ერთად ჩაგვიტარდა გაერთიანებული სპორტის გაკვეთილი და მე რო შანსი ხელში ჩამივარდა ამ ჩვენს სპორტის მასწავლებელს ვეუბნები, რომ ეს ბიჭი უნდა გამაცნო, ეხლა აქ მოიყვანე, სიმაღლეში დავეტოლები და თუ გავიცნობ რა ეგრე, რომ ვითვა აბა აინტერესებს სპორტის მასწავლებელს, რომელი უფრო მაღალი ვარ თუ რაღაც. ხო და მოკლედ ესე გავიცანი ეს ბიჭი, მე რა მოხდა არ მახსოვს, ოღონდ როგორ გამithარდა მოვლენები, შენ მოყევი. როგორ განვითარდა მოვლენები? მგონი ამ ბიჭსაც მოვიწონე. მოყევი რა გონი მე არ მახსოვს რა. კაი თქვათ, რა არის, ხარ გაგვიმხელია ვინაობა. ხო, მოეწონა ამ ბიჭსაც. ეს ბიჭი თან ცხოვრობდა სკვერდი სატრაპეზოში. ნათია ყოველი გაკვეთილის შემდეგ შენაცილებდი გეფიცები ესაცილებდა. იმ ბიჭს სახლამდე. კაი, გეხვეწები, რამდენი ხანი გაგრძელდა ეგ პროცესი, რამდენი ხანი მომწონდა? ერთ სემესტრია რა. არა, რა ერთი სემესტრი, არ გახსოვს რა მოხდა ერთ კვირაში? არა, წერდა ბლოგი მხსენია. ხო, მოკლედ არ ვამაყობ ამ ჩემი საქციელით. მოკლედ მე მივახტიე ჩემსას. არ მოდი ეს ამოვჭრათ საერთოდ. არა, ამოვჭრათ ეს ნაწილი, იმიტომ რომ გონია რომ ჩვენი სკოლები მიხვდებიან ვიზეთ საუბრობთ. მოკლედ ის კაი, არა ხო. კაი, საბოლოოდ ისე დასრულდა ეგ ისტორია, რომ ამ ბიჭს შევუყვარდი და არც ისე კარგად მოვიქეცი და თუ ამ ვიდეოს უყურებ, მაპატია ბავშვი ვიყავი და იმედი მაქვს, რომ თავს კარგად გრძნობ და მართლა ძალიან კაი დამოკიდებულება მაქვს ამ ადამიანის მიმართ. უბრალოდ მე მაგ პერიოდში ბიჭები დიდად არ მომწონდა ეს ურთიერთობები და შეყვარებულობა არ მინდოდა. ეგ არ იყო მიზანი. ცხადად გაყოლა არ მინდოდა. უბრალოდ მე და ინა ვიყავით მოწყენილები ვიყავით. ხო, ძალიან კაი ადამიანია ეს ბიჭი რეალურად, რატომაც. ხო, ძალიან საყვარელია. ცოდი არაფერი გაუკეთებია. ხო, დიდი რა. კაი, ახლა ვიწყებთ ძალიან საინტერესო თამაშს. რომელშიც დაგვჭირდება ჩვენ ორივეს პლანშეტი. და რამდენიმე კითხვა მექნება და უნდა ვიპოვოთ პიტრესზე ჩვენი ამ კითხვის შესაბამისი ფოტოსურათი. ოკეი. კაი, მიდი. გახსენე. პირველი არის ჩხრებთან დაკავშირებული შეკითხვა, რომელი არის შენი ვაიბი, რომელსაც არასოდეს გაიკეთებდი და მესამე არის, რომელსაც ყველაზე ხშირად იკეთებ. რას არ გავიკეთებდი? შენ რო გეკეთა ხოლმე მე-9 კლასში თვლები რო გეწევა. აუ, ძალიან დიდი ბოდიში, მე-9 კლასში მაგ პერიოდში შილაკი ხალხმა საერთოდ არ იცოდა რა იყო და მე როცა შილაკს ვიკეთებდი მაგ პერიოდში და შილაკი რო პირველად დავუნახე ჩემს მასტერს, მით მერე ჩემი მასტერი გახდა, მეგონა რომ დაკრული ფშილები ქონდა, იმიტომ რომ ესეთი გავრცელებული არ იყო. ეგ რომელი წელი იყო, გთხოვ? 2015-ში ვიკეთებდი შილაკს. რა გასაკვირია, მაშინ ვიკეთებდი, ოღონდ აი ქორწილში რო ადამიანები იკეთებენ. ჩხილი რომელიც არის შენი ვაიბი. 1 2 3. აი როგორი მოსაწყენი ხარ? შენ როგორი საფლავე? ოკეი. ჩხილი რომელსაც არასოდეს არ გაიკეთებ. 1 2 3. ეგ რა? ეს რა არის ჩემთან სკაფიცებ. მე მიზეზი მაქვს ამას რატომაც არ გავიკეთებ, იმიტომ რომ რამდენჯერმე მაქვს გაკეთებული და აი დაახლოებით 3 დღეში ისეთი ისტერიკა დამემართა, ზოგადად არ ვარ პრეტენზიული ბჟღებთან დაკავშირებით, ისეთი რაღაცები არ მჭირს, რომ აი კრუნჩხვა დამემართოს, მაგრამ აი ამაზე დამემართა, აი საშინელება ემართება რამდენიმე ხანში. ბჭხილი რომელსაც ყველაზე ხშირად იკეთებ, ან ყველაზე ხშირად გაიკეთებდი. 1 2 3. არ მჯერა რომ რაღაცაში მაინც დავემთხვიეთ. წითელი ფერი ზოგადად ძალიან
რაღაც მეგონა რომ ვერ შევეგუებოდი ფრთხილზე, მაგრამ აი ხა ბოლო პერიოდში ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს. ძალიან სექსუალური. კი, ყველს უხდება. კი, მე რო ვარდისფრის ხაინიდან გადავალ, აუცილებლად ყოველ ჯერზე, ყოველთვის გავიკეთებ შავს, კი არა და წითელს. ძალიან ხშირად. ოკეი, შემდეგი არის რა ტანსაცმელს შეარჩევდი იმ შემთხვევაში, რომ მხოლოდ ერთი იგივე ლუკით უნდა იარო ყოველ დღე. თუ გექნება ეგეთი არჩევანი, რომ მხოლოდ ერთნაირი ტანსაცმელი შეგიძლია რომ გეცვას ყოველ დღე, რა იქნებოდა ეს ლუკი, რაც არ მოგბეზრდებოდა და გეცმეოდა ულიმიტოდ. ნუ თითქმის ერთნაირია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მე მინიკაბა მეცვია და შარვალი. ხო, ანუ შავი ჩვეულებრივი მაისურით შავი კაბა, ჩექმა და ხო ეს აქსესუარები, ვფიქრობ, რომ ძალიან გამოხატავს ჩემს ხასიათს ზოგადად. ეხლა შენ მოყევი რა ხდება? ჩემს ხასიათსაც მგონია რომ ძალიან გამოხატავს, იმიტომ რომ თითქმის ეს მასვია ისედაც. და მიყვარს, ნუ კომფორტულია ჩემთვის ჯინსები. ეს კოსტუმიც წელში გამოყენილი, თან მე ძალიან მომწონს. მე კიდევ ერთი შევარჩია, იმიტომ რომ ვერ ავირჩიე რომელი შეიძლებოდა რომ ცმოდა და მეორესაც გაჩვენებთ. ეს არის, ანუ აი ბეგი ჯინსები მე ძალიან მიყვარს და მგონია რომ ძალიან მიხდება და რაღაცნაირად აი მართლა ყოველდღე გამოკვანწული კაბის სიარულს ალბათ ისე ბეგი შარვლით სიარული ჯობია. კაი, რომელია ის აუთფიტი ან სტილი, რასაც არასოდეს არ ჩაიცმევ და აი არ მოგწონს და ასე შემდეგ. 1 2 3 ანუ ეს რა არის ჩემთვის გაფიცებ? ის რა პიჟამოშარვალია? კონკრეტულად ეს ფეხსაცმელები მე არ მომწონს, ვიცი რომ მოდეშია, ვიცი რომ ბევრსოცვია, ვიცი რომ კარგია თუ მაგარია, მაგრამ ჩემთვის არ არის და ალბათ ცხოვრების ვერცეთ ეტაპზე ვერ ჩავიცმევ. და ვერც ხო, შორტიც ეხა არის ტრენდულია რა. და მე არასდროს არ ჩავიცმევდი იმ სკაფს. არ ჩათარ მომწონს. კალათი. კაი მე ნუ ემო ვერასოს ვერ ვიქნებოდი. აი ზოგადად ძალიან მომწონს მეტალების შემოტანა და ზოგადად ძალიან ბევრი მეტალები. მაგვსად მიყვარს ძალიან. შავი ფერიც მიყვარს, მაგრამ რაღაცნაირად ეს მიმართულება ჩემს ცხოვრებაში ვერზოს ვერ იქნება და არც ყოფილა არასოდეს. კიდე მაქვს ერთი სტილი მოტანილი. აი არ ვიცი ამ სტილს რა ქვია მართლა, მაგრამ რაღაცნაირად ეხა მგონია რომ ახალ თაობას ან მოსწონს, არა? კი. რაღაც თითქოს აი 18-19 წლის, ხო, აი შორტს თუ არ ჩავთვლით. ნუ შორტსაც რაღაც ეს ანიმე სტილის ის არის ლუკი არის უფრო რა ანიმებს ვიც უყურებს ალბათ იმას მოსწონს ეს შეღებილი ქერათმა და შავითმა უკან. ეს ხელსათმანები, ეს ფეხსაცმელები, რა უკვდავი. ზოგადად ეს ფეხსაცმელები მომწონს. არ მექნებოდა არ ჩავიცმევდი. მე მქონდა სხვათა შორის ადრეც და ეხლაც მექნებოდა. მქონდა. ანუ მგონია რომ მგონია რომ ბევრ ლუქს ავაწყობდი ამ ფეხსაცმელთან ერთად, აი რაღაც დიდ ჯინსებთან, დიდ შორტებთან, ბრიჯებთან. ხო, ეს კი. ოკეი, კაი და ეხლა რა დაგვრჩა? რომელიც გავს? ტანსაცმელზე. ხო. ოკეი, ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ჩვენს ხასიათს, შენ ნუ იჭყიტები, სანამ შენსაც არ გახსნი მანამდე. მე მაჩვენე. ეს მე ჩემხდა და არ ავირჩიე, იმიტომ რომ რატო? ფიქრობ რომ მე გამომხატავს? ხო, ნუ ახლა მე მოგრეკავდით ნაკლებად. ხო, მგონია რომ ყველაზე მეტად მაინც ეს სტილი მიხდება რა, თან მე მაინც ნუ ჯინსები და შავი ხო. რაღაც და ეს სათვალეებიც კი. კი, და აქსესუარები და რაღაც ცოტა ისეთი ქაჯური აქსესუარი. ძალიან მომწონს. ოკეი, კაი. ხაჯურში საწყალო. ხო, მე კიდე აი ეს კლასიკურის და რაღაცა ტრანსპორტურის თუ რაღაცის ნაჯვარი, ანუ ერთადერთი რასაც ყოველთვის დავუმატებდი შენს ჩაცმულობას არის აქსესუარები, ჩემი აზრით, იმიტომ რომ არასდროს არ იყენებ და მგონია რომ ძალიან უხდება ხოლმე აუთფიტს და ზოგადად თუ იყენებ კოშმარ უზარმაზარ გოლ საყურებს, რომელიც არ ვერ აგიხსნით ჩემთვის იმდენად კოშმარი. ხო, ზოგადად მე არ მიყვარს აქსესუარების ცვლა, ანუ აი ნერვებს მიშლის. ვიყენებ ხოლმე ყოველთვის ტრადიციულად რაღაც ერთს ავიჩემებ, ეხლაც ჯვარი მიკეთია და მხოლოდ ერთ-ერთი ბეჭედი, ვერ ვიტან, როდესაც რაღაცები მიკეთია, მაწუხებს ძალიან.
და თან სულ კარგავ, ამიტომ აქსესუარებს ისე ვიყენებ რა, ძალიან მოზომილად და ზომიერად, აი რაღაც პატარა სამეჯური, შეიძლება საათი ავიჩემო რაღაც პერიოდი, საყურეები და მერე შევინახო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესე ყოველდღიურად ზოგადად რაღაცების ცვლა ამის შესაძლებლობას ფიზიკურად ჩემი ცხოვრების სტილი არ მაძლევს და აქსესუარების დაძინება წარმოუდგენელია ჩემთვის, ამიტომაც ხო ეს რაღაცა მინიმალისტურად ვუყურებ მაგ საკითხს. ოკეი, კაი. ეხლა გადავიდეთ სახლებზე. სახლი, რომელშიც ოთახებზე უფრო. უფრო ოთახებზე, ხო. ოთახი, რომელშიც იცხოვრებდი. 1 2 3. ოკეი, კაი. მე მაგალითად აი ესეთ სახლში უფრო ვიცხოვრობდი, ვიდრე ეგეთში. ხო, მე ხა ეგეთ სახლში ვერ ვიცხოვრობდი. რატო შეგაწუხებდა რამე? კი, ძალიან ქაოსია ჩემთვის. ანუ ქაოსი რა, ხასიათიანი. ხო, და მე ანუ არ მომწონს რა. მირჩევნია ესეთი. ხო, ოკეი, კაი. სახლი, რომელშიც არასდროს არ იცხოვრებდი. ანუ ინესნაირი სახლი არის. მე ზოგადად არ მიყვარს სახლი, რომელიც არის ნაცრისფერი, ან ძალიან თეთრი, ან ძალიან აი ერთნაირი, აი რომ გონია, რომ სადღაც კუბოში ვარ, ან უხასიათო ყველა კედელი ერთნაირი, აი ჭკვიდან ვშრის ესეთ სახლებში, თუნდაც ყოფნა, აი რაღაც აი ყველაფერი სტერილური რო არის. მაგრამ ეს არ მქონდა მაგისთვის მოფიქრებული ის რეალურად. სხვა სახლი უნდა მეჩვენებიათ, ამავიწყდა, მოიცადე? უკაცრავად. შემეშალა. ანუ როკოკო, ანუ ესეთ სახლში, აი, სახლი. ანუ ჩემთვის გავიცი ვიცხოვრებდი ესეთ სახლში. მე შეიძლება გულმამხიოს. ანუ ერთ დღეს გაატარებდი აქ? კი. მოგწევ ჩემთვის გავია, როგორ ეტყობა, რომ ქუთაისელია ცოტათი. სერიოზულად? ანუ არ მომწონს, მაგრამ შევალამაზებდი. აი რა სუზა. აი რა სუზამდი ჩემთვის გავიცი, მე ხა კაი შეხვედი აქ, იყიდე ეს სახლი და აი რა უნდა ქნა? აი ამათ გამოცვლედი. ავეჯი კედლებს და ჭახს და ფარდებს და ჭერს. მომწონს. აი რას გიზა? მომწონს. დარჩენი მომწონს. აი ეს მომწონს. ანუ რას ვუზა? ვიღებდი. კაი, მოდი ახლა მანქანებზე გადავიდეთ. მანქანა, რომელიც არასოდეს არ გაყოლებოდა. მოიცადე? ნუ ვიყურე. მიხედავები არ მოგწონს? ეს არის ერთ-ერთი მანქანა, რომელიც ჩემთვის მანქანა არა, ჩემთვის კომპიუტერი, რომელიც დადის და ანუ უზომოდ momწონს, აი უზომოდ momწონს. ანუ მანქანა არ უნდა იყოს დენზე და რაღაც. რო გაჩუქონ? არ ამას უყურე, გთხოვ, აი ეს არ მეყოლებდა, ის რომ მაჩუქონ. აი რომელი არ მეყოლებოდა, ჩვენ რო გვხვდება ორკაციანი და ანუ ეს არ მეყოლებოდა, იმიტომ რომ ანუ ეს რომ ვიღაცა მაჩუქოს თავზე გადავაღუნავდა. ხო, მაგრამ ეხა მე სერიოზულად აღვიქვი, შენ ახლობ რაღაც ძალიან ისეც. რეალურად ჩემთვის ტესლა არ არის მანქანა, არის რაღაცა რობოტივით, რომელიც თავისთვის აყენებს, თავისთვის დადის, ანუ არაფერი შეაჭირდება მანქანას. და რა თქმა უნდა გონია გდამესის მრაგუშენ. ხო, ალბათ. მანქანა რომელიც გავს და რომელი მანქანა იქნებოდი, რო დაბადებულიყავი მანქანად. რატო არა გენაცვალე? მე ფერარი წითელი. მე pink Porsche 911 GT რომელი არის? 3 RS. ოკეი, მართლა გავს. მანქანა რომელიც გეყოლებოდა სიამოვნებით. 1 2 3 Range Rover-ი. მე Mercedes 380. რაც რაღაცნაირად ახალი მოდელები გამოვიდა, ხვდები რომ ადამიანების გემოვნება სადღაც გაქრა მანქანების მიმართულებით, იმიტომ რომ ანუ გთხოვ რა მანქანები გამოდიოდა Mercedes-ის ძველი მოდელებს რო ვუყურებ, მეტირება. ხო შეიძლება რომელიმე ერთმა კომპანიამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომ ძველი მოდელები დააბრუნონ, უბრალოდ რაღაცნაირად გააუჯობესონ. ანუ სიგიჟეა. ოკეი, გადავედით მესამე თამაშზე. ეს არის ინეს ჩანთა. ეს არის სამაჯური. დიახ. ეს არის ვალერიანი. ანუ როგორი ფხუკიანი დაქალები მყავს ვაფრე, ვალერიანია, ხო?
აი რა მე ისეთი მინდა რომ ვერ ვიცნო. ეს რა არის ჩემთვის გავიცე. კონტურია? ხო? კაი, სათვალე. დამტენი. მეორე სამაჯური. აიქოსი, ის ტერეა, კიდევ ერთი ტერეა. სახლის გასაღები. აი, წამალია ესეც. რა? არა? რა წამალი? ეს არის ნემსი უნდა გავუკეთო ამას, ნემსიც ამოიღო. C ვიტამინია? არა. აბა რა არის? ალერგიის წამალი უეჭველი არა? ეს არის დექსამეტაზონი. დექსა. ხო. ნუ და ეს მოწეულს იმას ათამაშებ. ოკეი. პირში რომ მიდებ მიკროფონს, ეს არის მისამაგრეები. არაფერი განსაკუთრებული და უცხო არ გინებს, ისევ დექსამეტაზონი. ყურსასმენები. არა? კი. ისეთ მისამაგრი. ეს რაღაც ნაგავი. არა? თვისამაგრი. 20 თეთრიანი. ეგ შევხურდა. დაიჭო. სა! ყველაფერი გამოვიცანი. ეხლა შენ. ოღონდ თვალები არ გახსნა. არა. ეს სათვალე რომ აქ დადე. აირპოდი. ეს ტუჩის ის არის? რა? გლოსი. გლოსი არ არის. ან რაღაც ტუჩის ხო არის? კი. ეს მე გიყიდი ამიტომ ვიცი. რა არის თქვი? ორსულის ტესტი. ეს ჰერპესის წამალი. არა, რა ჰერპესის წამალი საიდან მოიტანე? არ ვიცი რა არის, მაზი ხელის. არა. კრემი არ არის ეს? არ არის კრემი. კრემი არ არის. სადა. რაღაცა პიტნის სუნი. სუნი აქვს რა არის? ტუჩის. პასტა? კი. კველის პასტა რომ აქ ჯერ სათხარ. ესეც რაღაც ტუჩის. კი ბატონო. პომადებიც მაქვს რავი. საათი. ეს სუნამო მინი. ეს ფანკარი. რა? ჩეკი. არ არის ჩეკი. ჯარიმა მანქანის. ეს ათვალე. ეს ანთებელა. ეს პასტა, კალამი. ნიმესილი. მეც კაი ავატყოფია ხო? სლარიანი არის. ხო. რაღაცები ამოყარე, გადაყარე, მაგრამ არა უშენ. გასა ეს? ეს როსვამ. რა ქვია? რა, სასმენი? არა, წამალივით რო. არ არის წამალი. არ არის წამალი. ეს უბრალოდ რო გამოივლო პირში, სონისთვის და ბაქტერიების საწინააღმდეგო. ეს? კიდე ტუჩის. არ გამიტეხო. ეს აიდია, იმიტომ რომ კარტა არ დაგაქვს. ამპონი. ეს? წამალია, ვიცი, რაღაცა ხსნარი. აბა ჩაუჭყატია ჩემს ჩატაში, ხო კიდეს წამალია ეგ? არა, ვიცი. ეს თმისის. ეს ნაგლეჯი საყურე. ნაგლეჯი რატო? ეს კრემი, ხელის. არა. სახის. ხო.
ფულის მეტი რა ქონია. ვლატირი ხარ. ეს რა არის? ყავა ალბათ მოიპარა სასტუმროდან. იდიოტა, მე ყავის გარეშე სახიდან არ გავდივარ. წინა ნომერში მქონდა და მოიპარა. ჩემი ყავა სულ ყავით ეს დავდივარ. სანთებელა, ეს მინისუნამა. ეს ისევ ტუჩის იქნება, იმიტომ რომ ცოტა яг მესამე მსოფლიო ომი და ვერც ერთი დამატენიანებელი ვერასდროს ვერ უტენიანებს. ეს რეზინა თმის. так. ეს ბეჭდი? ხო. გავიგეთ თუ მიხდება. და ეს ფული. სუტერის ფული არ მაქვს რა. სამეთი არაფერი. კიდე არის აქეთ რაღაცეები. გავახილე უკვე. აი. რა, ქაო, $10 და €50. აი. იქ მოგზაურობისთვის ვინახა. ოკეი, всё. სულ ეს იყო. სინახა. მაგას იცი ვისთვისაც. სულ ეს იყო მეგობრებო, ესეთი გამოვიდა ჩვენი მაკიაჟი. მე მხოლოდ ერთი რაღაც წავისვი. მოდასრულებელი. დაგამშვიდობებით. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, თუ მოგეწონათ ჩვენი საერთო კიდევ ერთი ვიდეო, აუცილებლად გაგვაგებინეთ, რომ კიდევ შემოგთავაზოთ, გვიყვარხართ, გაკოცეთ და გისურვებთ, რაც მთავარია, რომ იყოთ ჯანმრთელები, ბედნიერები და მენტალურად მშვიდები. გაკოცეთ, მოდი გული გავაკეთოთ ესე.